17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად მრევლი ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დილიდანვე შეიკრიბა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ტაძარში პარაკლისი აღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა, ქრისტე აღდგა. თქვენო აღმატებულებო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ჩვენ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დებულება ოჯახის შესახებ. რომ ის ევოლუციის შედეგად კი არ წარმოიშვა, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, ცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები და ერთჩვენიერ დღეს მოიფიქრეს, რომ დააწესონ ოჯახური ცხოვრების წესი. ასე არ იყო. არამედ თავიდანვე ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორც ოჯახი. ბიბლია გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა თქვა, არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გაუჩენ მას შემწეს მის შესაფერს და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი და აკურთხა ისინი და თქვა, აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა. აი ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი ოჯახი. და ახალი აღთქმის პერიოდში ქრისტეს ეკლესიაში ოჯახმა კიდევ უფრო აღმატებული მნიშვნელობა შეიძინა. მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ, ან სახლის ეკლესიას, იმიტომ რომ ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიის. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. აი წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა. და შემდეგ დასძენს, ქმრებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავი დასდო მისთვის. აი მაშას ადამემ ოჯახში, ქორწინებაში ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი ეკლესიის. და აი მეუღლეებს ეძლევათ ქორწინების დროს, ჯვრისწერის დროს ეს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყონ ერთ ხორცს და ერთ სულ. ამრიგად ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება. და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა. მეუღლეებს ასევე ეძლევათ მადლი შვილიერების და რომ ქრისტიანულად აღზარდონ თავიანთი შვილები. ოჯახი ასევე არის, გარდა იმისა, რომ ეკლესიის სახეა, სამრევლო თემის სახეც არის.
აი ამ მცირე ეკლესიაში ქმარი არის როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა როგორც მისი თანაშემწე დიაკნის მსახურებას განასახიერებს. შვილები კი არიან მათი სამწყსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ. და აი ეკლესიის მიზანი არის მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედა ეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში. და ასევე ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით ჩვენ სწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. აი ამდენად ვიმეორებ, რომ ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ვიც ღმერთმა შეაუღლა, დაენუ განაშორებს კაცი. და აი ამდენად ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა. ახლა ჩვენ წავიკითხავთ მოკლე ლოცვას, რომლის შემდეგაც გავემართებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ და იქ ერთად აღვავლენთ პარაკლისს და ვილოცებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და ჩვენი ოჯახების გაძლიერებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მიმართულებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ლოცვითი მსვლელობა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატების თანხლებით მიმდინარეობდა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო, წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. დღევანდელი დღის აღნიშვნას შეუერთდნენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზით მსვლელობის მონაწილეები. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატების თანხლებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზით მსვლელობა 11 მაისს ლაზეთიდან დაიწყო, 12 მაისს დიდაჭარაში, შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში გაგრძელდა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქია მოიცვა. ტრადიციულად ეს მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დასრულდა. წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ და ოჯახის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მსვლელობის მონაწილეები მადლობას უხდიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, მინდა მადლობა უთხრა მის უწმინდესობას, რომ ასეთი შესანიშნავი დღე აჩუქა. საქართველოს ასეთი შესანიშნავი დღე გვაჩუქა თითოეულს ჩვენთაგანს და დღევანდელი დღე არის ზუსტად გამოხატულება ჩვენი ხალხისა, რომ ჩვენ ოჯახის სიწმინდე უნდა გავამტკიცოთ, უნდა დავიცვათ და განსაკუთრებულად მივხედოთ ჩვენს ოჯახებს, რაც არის საწინდარი ჩვენი სახელმწიფო ძლიერებისა და ეკლესიის ძლიერებისა. ერთმა დაგლოცოთ ყველანი და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ერთმა დაალოცოს ჩვენი ოჯახები, მშობლები, შვილები და პატრიარქის ლოცვა კურთხევა არ მოკლებოდა თქვენ და სულიად საქართველოს. ღმერთმა მადლი და სიხარული მოგვანიჭოს, ეს აღდგომის გაგრძელება და უწმინდესობა ეს დღე გვაჩუქა საქართველოს, რათა ჩვენ ერთად შევკრულიყავით და
ჭეშმარიტებისკენ გაიხარეთ. ქრისტე აღდგა, ყველას გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს, ოჯახის სიწმინდის დღეს. თალმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყოველი ოჯახი. ჩვენი მშობლები, პაპები, ბებიები, შვილები, შვილიშვილები გავერთიანდით სრულიად საქართველო და ეს არის დიდი დღესასწაული ერისა და ბერის ერთობის დღე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაამრავლოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღეს და დიდი მადლობა პატრიარქს რომ დაგვიწესა ეს დღე. იმიტომ რომ ქვეყანა ისეთ რას აღარ ვიხდიდით ხოლმე, რა დღესასწაულებს აღარ და ეს არის ჭეშმარიტი დღესასწაული, ეს არის რომელიც აუცილებელი იყო ჩვენთვის, თითეული ჩვენთაგანისათვის. და მადლობა ყველას რა, ვისაც უყვარს ოჯახი, ვისაც უყვარს სწრაფვა სიწმინდისკენ, ყველა დალოცოს ღმერთმა, გაიხარეთ და უნდა ვიცოდეთ უფროსების პატივისცემა, მშობლების და ასევე უფროსთაობის, გაიხარეთ. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველას დღევანდელი დღე, დღევანდელი ერთობა, ერთსულოვნება, მორწმუნე საზოგადოებას შორის. წლების წინ პატრიარქმა ეს დღე დააფუძნა როგორც ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის აღსანიშნავი დღე და ჩვენ ვხედავთ რომ წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე უერთდება აი ამ მსვლელობას, ამ ღონისძიებას, რომელიც მცირე პარაკლისით იწყება ქაშვეთიდან და სამების ტაძარში დასრულდება აი ეს მსვლელობა და იქაც იქნება შესრულდება იქაც პარაკლისი. ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით დადგენილი ეს დღე, რომ დღევანდელ დღეს ოჯახი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის. ბევრი გამოწვევა აქვს ოჯახებს და ოჯახის სიმტკიცე, ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეული მართლმადიდებელი ადამიანი, რომელსაც ოჯახი აქვს, უნდა ცდილობდეს, რომ ცხოვრობდეს კიდეც მართლმადიდებლურად, რაც გამოიხატება მოძღვრის სკოლაში, აღსარების, საიდუმლოებების ზიარებაში, აღსარება და ზიარებას გულისხმობ და ამით, რა თქმა უნდა, ოჯახი ბევრად მტკიცე იქნება, თუ კი ადამიანები მართლმადიდებლურად და ქრისტიანულად იცხოვრებენ. დღევანდელ დღეს მოვაბრძანეთ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ერთი კვირის განმავლობაში ისტორიული ლაზეთიდან თურქეთის ტერიტორიიდან იწყება ხოლმე აწელზე მეტია ეს მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის გზით. მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ეპარქიებში ბრძანდებოდა ხატი და მოილოცეს იქაურმა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა და დღეს უკვე ხატი მობრძანდა ქაშვეთის საპატრიარქო ტაძარში და აქედან უკვე ერთობლივი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება ეს გზა. ულოცავ კიდევ ერთხელ ყველა მართლმადიდებლს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეკლესია ლოცავს და აკურთხევს ოჯახს და აქედან გამომდინარე თითოეული ჩვენთაგანი ოჯახშივე შევიტანთ აქედან ბედნიერებას, დალოცვას, კურთხევას, კათოლიკოს პატრიარქისა, თითოეული ეკლესიის წევრისა და ამით გავაძლიერებთ კიდევ უფრო ოჯახებს და მოუწოდებთ ყველას, როგორც ოჯახებს, ისე თითოეულ წევრს ოჯახისას, რომ სიხარული, სიტყვა და სიყვარული შეიტანოს ამ დღიდან და მთავარი ემოცია, ერთიანობის ემოცია შეიტანოს ყველა ჩვენთაგანმა თავის ოჯახში. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. მართლა ჩვენი პატრიარქის ბრძნულად მოფიქრებული და ნაკურთხი ოჯახის სიწმინდის დღე ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართველებისთვის. როდესაც ამ პერიოდში, ბოლო პერიოდში მიდის გააფთრებული შეტევა ამ ძვირფასი ინსტიტუტის წინააღმდეგ, ქართველები ხოცით რა ჯიუტებიათ. უფრო მაგრად დავიცავთ ოჯახის ღირებულებებს და დავდგებით ბოლომდე. ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ ეს დღე წლების წინ დააწესდა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ყოველწლიურად იძენს უფრო და უფრო მეტად საზეიმო სახეს. ბევრი ადამიანისთვის ეს არის უკვე დღე, რომელიც მათ მთელი წლის განმავლობაში გარკვეულ მოლოდინებს იწვევს და გვახარებს ის, რომ დავითიანის უერთდება როგორც საორგანიზაციო ჯგუფს, ისე ამ დღესასწაულს და ყველას ერთხელ კიდევ მიულოცავ და უსურვებ, რომ საქართველო იყოს მტკიცე, ოჯახები იყვნენ ბედნიერები, ეს არის ჩვენი თავარი სიხარულის და სიყვარულის ძალა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და ის შეწევნით ჩვენი ქვეყანაც გამთლიანებული იყოს და ეს დღე უფრო და უფრო ლამაზი გამختار იყოს ჩვენი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს ქართველებისთვის
ოჯახი არის წმინდა მართლაც რომ და ეს დღე ზუსტად აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს. ამიტომ ყველას თელ საქართველოში ქართულ ოჯახებში ყოფილიყო სიწმინდე, ქრისტეს მადლი, ღმერთის მადლი და ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის და მე პირადად როდესაც დაარსდა ეს დღე, იმის მერე ყოველთვის აღნიშნავდა ვარ ამ ცნელობის მონაწილე. დღეს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევის ქვეშ მთლიანდება მთელი საქართველო, მთელი ერი და ბერი. ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაცხადა დღევანდელი დღე თავისუფალ დღედ, რადგან ყველას ქონოდა საშუალება, რომ ეზეიმა სათანადო დღევანდელი დღე და აი დღეს შევიკრიბეთ და ყველა აქ მყოფი ადამიანი კარგად აცნობიერებს ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობას და მე მინდა რომ მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის მიმართ, რომელმაც ეს დღე დააარსა და მინდა რომ სრულიად საქართველოს თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის სახელით მიულოცო ეს უმნიშვნელოვანესი დღე. სრულიად საქართველოს ულოცავ ამ წმინდა დღეს. ოჯახზე უფრო წმინდა არაფერი არ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში და ჩვენ იმდენად ცირერიცხოვანიერი ვართ, რომ თვითონ საქართველოა ოჯახი. ამიტომ უნდა შევიკრათ და უფლის გზით ვიაროთ. და სწორედ უფლის გზით სიარულმა გადაგვარჩინა, რომ დღეს ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი სარწმუნოება და ჩვენ მამულზე გვიდგას ფეხი ისე. გილოცავთ, რაოს დაესწარეთ. გულოცავ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს. მინდა ყველას უსურვო ბედნიერება, სიხარული, გაერთიანებას უსურვებ მთელ საქართველოს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, უსურვო დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დიდი მადლობა ყველას სახელით, რომელიც ესე ზრუნავს ჩვენი ერის გაერთიანებისთვის, ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ყველას დიდი სიყვარულით. ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობის მონაწილეები ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბნენ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. დომთავარმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი სიხარულია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ეკლესიაც, ხალხიც ასეთი შემართებით, ერთსულოვნებით აღნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს ნიშნავს, რომ ვაცნობიერებთ ჩვენ თუ რა საშიშროება ემუქრება ოჯახს და რამდენად მოსაფრთხილებელი და გადასარჩენია იგი. ჩვენ გითხარით ქაშვეთის ტაძართან, რომ მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ. ბოროტი ძალების მიერ სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიების მეშვეობით, თეორიების მეშვეობით და ფათაშორის მინდა გითხრათ, რომ ეს ძალები ებრძვიან არა მარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად ტრადიციულ ოჯახს და მინდა ასევე ვთქვა, რომ სახელმწიფოს ცნებასაც ებრძვიან ისინი. სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან. იმიტომ რომ როგორც გითხარით, რომ მცირე ეკლესია ეს არის, ანუ ოჯახი, დიდი ეკლესიის ნაწილი, ასევე კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები, ისეთები როგორიც იყვნენ არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძეც, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან. არისტოტელე პირდაპირ წერს ამას. ამიტომ საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს. ამიტომ ჩვენ გმართებს განსაკუთრებით წინ აღვუდგეთ აი ამ ტექნოლოგიებს და ამ თეორიებს. და თუ რაიმე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ შევაკავოთ და აღმოვფხრათ ისინი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
და გაბედული ნაბიჯები. მე ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ. და ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება. ამიტომ დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 მილიონ 700-მდე. და აი ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში რიცხვი ასეთია, საშუალოდ გამოყვანილი ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების არის 22,000 დაახლოებით. ამას ჩვენ თუ მიუმატებთ ეგრეთ წოდებულ ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს 3 მაგი და 4 მაგიც არის. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ თუ წელიწადში დაახლოებით 40-დან 50,000-მდე აბორტი ასეთი კეთდება, რაც რიცხვს ღებულობ ჩვენ 10 წლის და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება წელიწადში ყოველ წელს მიმდინარეობს 50,000 დაახლოებით. წელიწადში 50-55,000 ადამიანით კლებულობს ჩვენი ქვეყანა რიცხობრივად. აი ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა. ეს არის ადამიანის კვლელობა დედის მუცელში და აი ესეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი ქვეყანა არ ღებულობს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვით განადგურების რეჟიმში იმყოფება. და მას კარგი არაფერი არ უწერია. ჩვენ ამითი ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე. და ჩდება ეს კითხვები. ვართ კი ბრძოლის უნარიანი და არის თუ არა ჩვენში ეს ბრძოლის უნარიანობა, სიცოცხლის სურვილი. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის და უკვე მოაქვს თავისი უარყოფითი შედეგები. აი როგორც არსებობს ფიზიკის კანონები, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებას და სიკვდილსაც, ასევე სულიერი კანონებიც არსებობს. და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებას და სულიერ განადგურებას და სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. აი ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. და რა არის გამოსავალი ამისი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ემბრიონი ჩასახული ეს არის ადამიანი. და რომ ადამიანის მოკლა ეს არ შეიძლება. და საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია. გამორიცხულია. ამ ხრივ ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია
საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ასე რომ ჩვენ ალბათ დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე. ვიფიქროთ აი ამ ცნობიერების ამაღლებაზე. ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. აი მაგალითად არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბრებს. თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ყოველ მხრივ, აღარ ვამბობ დემოგრაფიაზე და რა თქმა უნდა, ამაზეცაა საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს. ეს ძალიან ეფექტური ყოფილა ეს პრაქტიკა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს. ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელზეც შეიძლება ჩვენ ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიაც მზად არის ჩართული იყოს ამაში და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ ღვთის წყალობით ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებას და გაძლიერებას. როგორც ამბობს მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი. თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანას და სახელმწიფოს იქნება გამართული და ძლიერი. აი შეგვეციოს უფალი ჩვენ ამაში, აი ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და ძალიან ვხარობ ჩვენ რომ გვაქვს ამ მიმართულებით ერთსულოვნება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღვთისმშობლის მადლით და მეოხებით უფალმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და გააძლიეროს ჩვენი ოჯახები. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად დგას ერიდაბერი, ერთად დგას ეკლესია და ხელისუფლება და რა თქმა უნდა დღეს ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული ტრადიციული ფასეულობების და ღირებულებების გარშემო. მე მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდეს და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქო ტახტის მოსახლეს მეოფიოშიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს სრულობას. და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რა თქმა უნდა, ერთიანობის მნიშვნელობას. მე მინდა მიულოცო ყველას, ვინც შეუერთდა დღევანდელ სრულობას, იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო სრულობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ სრულობას და ჩვენ ასევე დღეს უნდა მიმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის შეხვედრების გამო არ შეუერთდნენ ამ სრულობას და ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და მათ უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში ხვალ გაიზიანონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა და მათ მინდა ვუსურვო და ჩვენთასაც მინდა ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს სრულობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილე. ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის, ეს ბრძოლა არ არის იოლი, არის ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებს, ქმნიან ყალბ ფასეულობებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დედაეკლესიის ხარდამხარ ვიბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაცავად. და მე დღეს კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობების და ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეხლა ჩვენ აღვავლენთ პარაკლის ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოს მშვიდობისთვის. ქრისტე აღდგა. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს მსურვიეთ საქართველოს
ნამდვილად კარგი დღესასწაულია და მადლობა ამ დღისთვის საქართველოს პატრიარქს. გილოცავთ ამ დღესასწაულს, უფლის მადლი და ჯანმრთელობა არ მოკლევოდეს სრულიად საქართველოს და ძალიან მადლობელი ვარ ამ მარში მოწვევით, მართლაც რომ ბევრი ქართველია გამოსული და ერთმანეთს ესე მხარში ავდგავარ, ძალიან მიხარი და ბედნიერი ვარ ამით. გილოცავთ ყველას ოჯახის სიწმინდის დღეს, ღმერთმა გაამრავლოს ქართველი ოჯახები და შვიდობა გქონდეთ და სიყვარული, სიკეთე და ყველაფერი საუკეთესო საქართველოს და ქართულ ოჯახებს. სრულიად საქართველოს ულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. პირველ რიგში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, მეუფე შიოს დიდი მადლობა უწმინდეს ამ დღის დაწესებისთვის. 17 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მათ შორის. ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ყოველ წელს აი ამ სოულბაში, რომელიც ქაშვეთის ტაძრიდან იწყება და მივმართებით სამებისაკენ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ჩართულ ადამიანს, უპირველესად კი პატრიარქ სრულიად საქართველოს ულოცავ, მრავალს დაგვასწროს ღმერთმა. გილოცავ, თელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ ძალიან ლამაზ დღესასწაულს. მე ვარ 4 შვილის მამა, 2 ჩვენი შვილი არის პატრიარქის ნათლული და მადლობელი ვარ ჩვენი პატრიარქის. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და ჯანმრთელად გვიმყოფოს. სრულიად საქართველოს ჩვენ უწმინდეს ულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს და ყველაფერს საუკეთესო, სიკეთე, შვიდობა და სიყვარული ქონდოდეს ჩვენ ოჯახებს. ულოცავ დღევანდელ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს სრულიად საქართველოს პატრიარქს და მისი ლოცვა კურთხევა არ მოკლდებოდეს მთელ საქართველოს. მსვლელობის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი ოჯახები, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ყოველ 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. როგორც დღეს მსვლელობის მონაწილეები ამბობდნენ, ეს არის ღვთის საჩუქარი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ.